დეპუტატის ხელფასი გაიზარდა 3-ჯერ და შეადგენს 13,000 ლარს. ასევე გაიზარდა სამინისტროების, მინისტრების, აპარატის თანამშრომლების ხელფასებიც. 2-ჯერ იზრდება სუსის დაფინანსება. 128 მილიონი ლარით იზრდება აქედან 70 მილიონი ლარი პირდაპირ ხელფასებზე და გახდება 380 მილიონი ლარი. სამაგიეროდ 1,25 მილიარდით მცირდება განათლების ბიუჯეტი. ძირითადად ინფრასტრუქტურის ნაწილში, როცა უამრავი სკოლის მოსწავლე სკოლის შენობის გარეშე არის დარჩენილი და რამდენიმე ცვლაში მუშაობს სკოლები, ყველა საჯარო მოხელეს ყოველთვიურად ხელფასი ეზრდება 10%-ით. სახელმწიფო ბიუროკრატია არის გაზრდილი 50,000 კადრით. ანუ 50,000 ახალი პარაზიტი არის შემატებული, რომელიც ყავს, იმიტომ რომ რაღაცა ტროლება დამუშავოს სოციმედიაში, როცა საქართველოს ერთი მოქალაქე 540 ლარსაც ვერ ხარჯავს თვეში და მთელი უბედურება რაშია, იცით, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. სისტემურად გამორიცხულია სიღარიბის დაძლევა ამ რეჟიმის პირობებში. ეს რეჟიმი არის ავტოკრატიული რეჟიმი. ამ ავტოკრატიულ რეჟიმში ერთი კაცის სამსახურშია ჩამდგარი მთელი სისტემა. ეს არის ფეოდალიზმი, როდესაც ადამიანებს უბრალოდ ხარკს ახდევინებ იმაში, რომ შენ იქ არსებობ. ხო, გაცნობიერებულიც არა გვაქვს, სად არის ხალხი, სად ცხოვრობს და რა გაჭირვებაში ცხოვრობს ხალხი და რა ნივთები არის მათთვის ხელმიუწვდომელი და რა პირველადი მოხმარების პროდუქტები. რეგიონებში განსაკუთრებით ის ხალხი არ ცხოვრობს. ის ხალხი არსებობს და ხარკს იხდის დღგ-ის სახით, აქციზის სახით და აი იმ გადასახადების სახით, ხარკს უხდის უბრალოდ ფეოდალს უხდის ხარკს. და ეს უნდა შეტრიალდეს, ანუ ამოყირავდეს სისტემა და ადამიანი გახდეს ძალის მიმცემი ხელისუფლებისთვის და არა ვიღაც ავტოკრატი ახირებული ბერიკაცი, რომელიც თავის რაღაც ქონებაზე წუწუნებს უკვე რამდენი წელია და ქვეყნის ეროვნული ინტერესები გადააყოლა, ხო? იმ რაღაცა მილიარდს, რომელიც ეჩვენება, რომ ამერიკელების თქვათ მონაწილეობით დაკარგა და არა თავისი შტერული გადაწყვეტილებით, როდესაც თაღლიც მიანდო თავისი ფული. აქედან გამოსვლა სჭირდება რეჟიმის ცვლილება და შემდეგ უკვე ქვეყნის სისტემური განდატვირთვა ქვემოდან ზემოთ, იმისთვის, რომ ადამიანები, მოქალაქეები შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესში. იქნება ეს სასამართლო რეფორმა, იქნება ეს თვითმმართველობის რეფორმა, პოლიტიკური ძალა უნდა შეიძინოს ადამიანმა. ამას გარდა უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე ეტაპობრივად, უნდა შემცირდეს დღგ-ის გადასახადი და რაც თამარია, აი ეს 330,000 გაბერილი ბიუროკრატია უნდა შემცირდეს დრამატულად. მე ვიცი ხა იქ ვიღაცებს ეწყინებათ, რომ აი ჩვენთვის ეს სამსახური სხვაგან დასაქმდებით ხალხო. ანუ ტროლებად ვეღარ იმუშავებთ. ტრაგედია არის ის, რაც ამ ყველაფერს შეიძლება მოყვეს თუ ესე გაგრძელდა ქვეყანაში.